მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეოს თემა არის M274 ძრავი, 1.6 და 2.0 ძრავები. ვიზუალურად ეს ძრავები ერთმანეთისგან ფაქტიურად არ განსხვავდება. 1.6 გამოსულია ძირითადად ევროპული ბაზრისთვის, 2.0 გამოსულია ძირითადად ამერიკული ბაზრისთვის. სიმძლავრე 1.6-სა და 2.0 შორის მერყეობს 156 ცხენის ძალიდან 255 ცხენის ძალამდე. ძრავი როგორც ასეთი კარგია და ნორმალურია და მე მომწონს. სერვისული რაც აქვს ამ ძრავებს, ეს არის კლაპნების კარბონიზაცია, ანუ კარბონიზდება კლაპნები შემშვები. ყველა direct injection-ის პრობლემაა ეს კლაპნების კარბონიზაცია. უარყოფითი აქვს ეგრეთ წოდებული ცეფი, რომელიც რაღაცა დროის მერე სერვისს საჭიროებს. და ვანუსები. შემშვები რასპედვალია ხოლმე ძირითადად პრობლემა 274 ძრავს. დანარჩენი ისეთი ახლა თუ სერვისს გაივლის მანქანა, იდეალურად მუშაობს ყველაფერი. ძალაც კარგი აქვს, ტურბოდაბერვით არის, ეკონომიურიც არის, კარგი სიმძლავრეც აქვს, დაბალ ბრუნებზე კარგად რეაგირებს მანქანა. გაგრილების სისტემა როგორც ძველ სისტემებში იყო, ესე აღარ არის. აქვს წყალზე გაგრილების სისტემა ტურბოს, რაც კარგად აისახება ლაგის მომენტში, ანუ ჩავაჭირეთ გაზს და მალე რეაგირებს მანქანა, დიდი გზის გავლა აღარ უწევს ჰაერს. წვაზე როგორც გითხარით, ნორმალურად წვავს, არ არის რაღაც ისეთი, რომ ძალიან ბევრი დაწვას. პირდაპირ შეფრქვევის სისტემაა, ჰაერ გამონაწილებელი სისტემა, ეგრეთ წოდებული ორი რასპედვალი აქვს და ორი ვანუსი აქვს, შემშვებ რასპედვალზეც და გამშვებ რასპედვალზეც, რაც კარგად აისახება სიმძლავრის მხრივ დაბალ ბრუნებზე და მაღალ ბრუნებზე და მაღალ ტემპერატურებთან მიდრეკილი ძრავი არ არის, რაც ძალიან კარგია. დანარჩენი უარყოფითი ამ ძრავს ისეთი არაფერი არ აქვს. სერვისი ჭირდება როგორც კლაპნების კარბონიზაციის წმენდას, ისე ცეფს, ისე ვანუსებს. ინჟექტორები ნაკლებად პრობლემურია, აალების სანთლები, სვეჩები. დაახლოებით 30-40 კილომეტრში ერთხელ უნდა შეიცვალოს. დანარჩენი უარყოფითი მე ამ ძრავში ფიზიკურად ვერაფერი ვერ ვიპოვე. თუ ვინმეს გაფუჭებული გინახავთ, ჩათვალეთ, რომ ის ძალით არის გაფუჭებული. თავისი კბილით არ მოკვდა ის ძრავი. იმიტომ რომ ან საწვავი ჩაასხეს რაღაც ცუდი, ან ზეთი ჩაასხეს, რაც არ ეკუთვნოდა ის, ან სერვისი მოუწია და უბრალოდ დაიკიდეს და არ გააკეთეს.